გამარჯობათ. ეს მინდა ვისაუბრო ესე თემაზე. ალბათ ყველა ნორმალურ ქართველს უფიქრია თავის ქვეყანაზე გული შეტკივა. აი მე რომ პრეზიდენტი ვიყო, მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყო და მე რომ ძალაუფლება მქონდეს, რას გავაკეთებდიო? მეც მიფიქრია ამ თემაზე არაერთხელ რომ რას გავაკეთებდი, ანუ ჰიპოთეტურად თუ შეიძლება ესე ითქვას. რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელია ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, თვითონ პოლიტიკა ვცდილობ ჩემთან მოვიდეს და შემაწუხოს. ამიტომ მიწევს ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამ არის, როდესაც შენ ქვეყანაზე კარგი გინდა, რაც შეცვლიდე. და პუნქტებად ჩამოვწერე, ძირითადად 12 პუნქტია, შეიძლება დავამატო ბოლოსკენ რამოდენიმე. და დავიწყებ იმით. პირველი პუნქტი არის ესეთი. საქართველოს მოღალატეებს, რომელიც იქნება ეს შიდა თუ გარეშე მტერი, უკაცრესად დავსჭიდი. ოღონდ იქნებოდა 100%-იანად მტკიცებულებით გამყარებული. ადამიანი, როდესაც ესე უკაცრესად სჯიმას, შეიძლება სამუდამო პატიმრობა იყოს თუ სხვა სასჯელი, უნდა იყოს გამყარებული მტკიცებულებები, რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, ტყუილად არ უნდა გაუშვა ციხეში. იმიტომ რომ დაუსჯელობის სინდრომი საქართველოში დღემდეა და რომ არ არის სამართლიანობა აღდგენილი, ყველა პრობლემა აქედან მოდის. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენი სახელმწიფო ღალატი ჩაიდინეს ადამიანებმა, მათ შორის მმართველებმა და დღემდე რო არ არის დასჯილი, გაზდით და გრძელდება ეს ღალატი. ეს არის ჩემის აზრით საქართველოს სამშობლოს ღალატი არის ყველაზე დიდი დანაშაული. აი რა გითხრათ. კაცი რო მოკლას ადამიანმა და რაღაცა უბედურება რო ჩაიდიროს, რა მანიაკი რო იყოს, იმაზე დიდი დანაშაულია ჩემის აზრით ქვეყნის ღალატი. და უკაცრესად უნდა ისჯებოდეს. შემდეგი პუნქტი არის ესეთი. გავაუქმებდი ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ესე მოახუეს ჩვენ ქვეყანას თავზე და აუგზავნავდი ყოველგვარი პედერასტიის პროპაგანდას საჯარო სივრცეში და მარტივად 3000 ლარიანი ჯარიმით გავაჯარიმებდი თუ მე ასე ვთქვათ გაბედავდა და ასე ვთქვათ მოახდენდა ამ პედერასტიის პროპაგანდას. და ზოგადად ყოველგვარი გარყვნილების საჯარო სივრცეში. ხოლო მეორე განმეორების შემთხვევაში იქნებოდა 3 წლიანი ციხე. პატიმრობა. მესამე პუნქტი არის ესეთი. სავალდებულო იქნებოდა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჯარი, რომელიც ალბათ სასურველია იყოს წელიწად-ნახევარი ან 2 წელიწადი. გოგონებისთვის ნებაყოფლობითი იქნებოდა. ასევე მე-9 კლასიდან აუცილებლად სკოლებში იქნებოდა სამხედრო სამოქალაქო თავდაცვის სწავლა, სკოლის დამთავრებამდე და ამაზე დავასაქმებდი ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებიც ასე დაუფასებლები არიან დღემდე. მე-4 პუნქტი. ყველა მოქალაქე საქართველოსი ვალდებული იქნებოდა იცოდეს ქართული ენა და ქართული ელემენტარული ისტორია. დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ. ჩვენს სხვადასხვა რეგიონებში ფაქტობრივად ქართული არ იციან და ეს ძალიან დიდ პრობლემებს აჩენს როგორც ქვეყნისთვის, ადამიანთან ურთიერთობაში და ეს პირველ რიგში არის ჩვენი ბრალი
იმიტომ რომ არ ხდება სწავლება იმ დონეზე, უნდა სპეციალური პროგრამა უნდა იყოს, ჩავიდეს მასწავლებლები, უნდა მიეცეთ მეტი ხელფასი და შეასწავლონ. მოკლედ კანონი იქნებოდა ასეთი. 3 წლის განმავლობაში ყველა პირობა მიეცემოდათ ანუ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სხვა ეროვნების, მიეცემოდათ ყველა პირობა, რომ შეისწავლონ ქართული ენა და ისტორია. 3 წლის შემდეგ, ელემენტარული რაღაც შეიძლება გამოცდა ჩატარდეს, თუ ვერ დააკმაყოფილებენ ამ ჩვეულებრივ მოთხოვნას, რაც მთელ სოფლიოში არის, ვერსად ვერ იცხოვრებ, ვერსად ვერ გაჩერდები, ვერ მიიღებ მოქალაქეობას, თუ ენა არ იცი და ისტორია არის ელემენტარულად ქვეყნის და ჩვენთან ეს ყველაზე დაბალი ხო, ეს არის უკანონობა. ჯერ ეგეთ კანონში წერია, რომ მოიცოდე აუცილებლად ქართული ენა ელემენტარული ისტორია, მაგრამ ეს არ სრულდება. მოკლედ ცხოვრობთ ეგეთ ქაოსში. თუ 3 წლის შემდეგ არ შეისწავლით და შეიძლება ბევრი ეგეთი გამოშეს, რომ არ ისწავლოს. მაშინ დავატოვებინები საქართველოს მოქალაქეობას. მეხუთე პუნქტი. მივიღებდი კანონს ქართული მიწის და სასოფლო მეურნეობის, მათ შორის უძრავი ქონების ხასუსმევ უცხოელებზე არ გაყიდვაზე. და ასევე კანონში ჩავწერდი, რომ რაც გაყიდული არის სტრატეგიული ობიექტები, გადაიხედოს მათი გაყიდვის იურიდიული შემადგენლობა, რამე დარღვევი არის თუ არა, თუ დარღვევი არის, ვესწრებოდი, რომ დავაბრუნებდი ამ ფაქტიურად გაყიდულ სტრატეგიულ ობიექტებს, თუ არა და კომპენსაციის სახით რამდენიმე წელზე ან რაღაცას ისეთ შევთავაზებდით, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი სტრატეგიული ობიექტები. მეექვსე აუგზავნავდი აბორტებს კანონით და თუ ვინმე იატაკქვეშეთში ჩაიდენდა ამ კვლელობას, მას 3 წლიან ციხეს მიუჩიდი. ასევე ქალსაც და კაცსაც, ან მშობლებს 1 წლიან ციხის. ორივე უნდა პასუხისმგებლობა აიღოს ამაზე. ხოლო თუ გაჩნდებოდა ბავშვი, ყველანაირად უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ასეთ ბავშვს, თუ მშობელს არ უნდა აიღოს სახელმწიფო ამ ბავშვის უმრავლობა. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ კვლელობა გამართლება არანაირად არ აქვს კვლელობას. თუ ეხლა უკიდურესი შემთხვევა მშობელს, ასე თქვა, დედას ჯანმრთელობის საფრთხე ექმნება, შეიძლება გადაიხედოს ეს თემა მხოლოდ ამ შემთხვევაში. ასე რომ აბორტი უნდა იძალოს საქართველოში ერთხელ სამუდამოდ. აუგზავნავდი მე-7 პუნქტი, აუგზავნავდი სრულიად კაზინოებს და ტოტალიზატორებს და ონლაინ თამაშებს. ეს არის ბოროტება და ფაქტიურად გაღარიბება ხალხის, ეს იწვევს თვითმკვლელობებს, ოჯახების დანგრევას და გაუბედურებას. ეს საერთოდ უნდა იგზავნოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამასთან ერთად ყოველგვარი ნარკოტიკი უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, გამყიდველებზე ძალიან მკაცრად და ციხე, ვის ასწრებს ნარკოტიკებს და შესაბამისად ვინც მოიხმარს, იმაზეც შეიძლება ჯარიმა და შემდეგ რაც გარკვეული გამოსწორებითი ბანაკში მოხვედრა. მერვე ძალიან მნიშვნელოვანი რეფერენდუმს, რა თქმა უნდა, აღვადგენდი. ეს არის უნიშნელოვანესი, რომ ადამიანებს უნდა ქონდეთ საშუალება, რომ მან დაიცვან თავიანთი თავი ამ კანონით და ძირითადი მნიშვნელოვან თემებზე ყოველთვის შეეძლებოდა მოსახლეობას გამოიტანოს საკითხი რეფერენდუმზე. მათ შორის გამოვიტანდი საკითხს მონარქიის აღდგენაზე. მანამდე შევამზადებდი მოსახლეობას, დავსვავდი ისტორიკოსებს და სხვადასხვა მცოდნეებს, რამდენად კარგია მონარქია თუ არა და შემდეგ ჩავატარებდი რეფერენდუმს ამ თემაზე. ეს არის უნიშნელოვანესი, ჩემი აზრით მონარქია აუცილებლად უნდა აღდგეს, მაგრამ შევეკითხებოდი ხალხს, რა თქმა უნდა. ანუ რეფერენდუმს აუცილებლად აღვადგენთ.
მეათე პუნქტი. ტელევიზიებს უკაცრესად მოეთხოვებოდათ ცრუ ინფორმაციაზე და პროვოკაციებზე პასუხი, თუ ესეთი ინფორმაციას ისინი ჭორებს გავიდოდა მათ ეთერში, მათ პირველზე იქნებოდა ჯარიმა, შემდეგ უკვე მათ აეგზალებოდათ ფაქტურად მაუწყებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, არ შეიძლება შენ ტელევიზია რო ქვია და ამხელა ძალაუფლება გაქვს და მასაზე ასე ზეგავლენას ახდე ფსიქოლოგიურს, არ შეიძლება რომ ასე ტერორში ამყოფო, ფსიქოლოგიურ ტერორში და რაღაც სისულელეები მოსახლეობა გამოუტენო თავში. რომ ეს უკეთესად გაკონტროლდება. მე-11 პუნქტი, ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოისურვებდა მიწის ნაკვეთს, სოფლის მეურნეობის მიზნით ხანს უსმევ, მას უსასყიდლოდ გადაეცემოდა 1000 კვადრატული მიწა შეიძლება ითქვას, ეს გასათვლელი არის, პირობით თქვა, დიდი რაოდენობის მიწა, იმ პირობით, რომ იმას ვერ გაყიდის და ამავე დროს ის თუ არ გამოიყენებს რაღაცა მიეცემოდა გონივრული ვადა 3 წელი სიტყვაზე სოფლის მეურნეობის დანიშნულებით მიზნით მას ჩამოერთვეოდა უკან. დანარჩენ შემთხვევაში ის თუ დაამუშავებდა მისი შთამომავლობა და ასე შემდეგ მას ექნებოდა ეს მიწა სამუდამოდ. ანუ ყველა ფაქტურად საქართველოს მოქალაქის ვის გამოთქვამდა სურვილს რომ სოფლის მეურნეობის მიზნით ასე თქვა, გამოიყენოს მიწის ნაკვეთი, გადაეცემოდა უსასყიდლოდ. იმ პირობით არ გაყიდის. და ბოლო, მე-12 პუნქტი, დღევანდელ განათლების სისტემას სრულიად შევცვლიდი. შემოვიტანდი პატრიოტულ თემებს, ისტორიას, განსაკუთრებით უნდა ვიცოდეთ, საიდან მომდივართ. ძალიან დავხვეწდი განათლების სისტემას. მათ შორის კულტურას გავხდიდი ძალიან პრიორიტეტად, სკოლიდან დაწყებული ტექნიკუმი იქნებოდა უნივერსიტეტი. გაძლიერებულად ვასწავლედი კულტურას, ახალგაზრდობას, იმიტომ რომ კულტურა ეს არის ადამიანის ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება, თუ გინდა რომ ადამიანი ნორმალური, ნამდვილად განათლებული და ინტელექტუალური და კარგი ადამიანი გამოვიდეს, რომელიც არ ბუნებას სწავლებს, არც ადამიანებს სწავლებს, პირველ რიგში ის იყოს კულტურული. ასე რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებაში, ძალიანად შესაძლებელია ის სისტემა დღეს რაც გვაქვს და უნდა მოხდეს უმაღლეს დონეზე სწავლება განათლების ეროვნულ დონეზე. ამავე დროს საქართველოში ქრისტიანობას დამატებით ვამატებ, პრინციპში მე-12 პუნქტში მიწერია განათლების ქრისტიანობაში, კულტურაში, მაგრამ გამოვყოფდი, დავამატებდი საქართველოს გამოვაცხადებდი ქრისტიანობას სახელმწიფო რელიგიად. ამავე დროს ყოველი დიდი რელიგია, რომელიც ჩვენთან არის, ჩვენს ქვეყანაში, მისი შეურაცხყოფა ნებისმიერი რელიგიის იქნებოდა უმკაცრესად დასჯადი. ამავე დროს დავამატებდი საქართველოს მოქალაქეს ჩაეწერებოდა მამის სახელი და ეროვნება. ესაც აუცილებელი არის, რომ ვინ ვართ საერთოდ გავიგოთ, საით მივდივართ და რას ვაკეთებთ, საიდან მოვდივართ. აი მოკლედ, ამაზე ეს არ არის დღესნა ფიქრი, ამაზე წლობით მიფიქრია და ასე დავხვეწე რაც შემეძლო, აი ამ ძირითად 12 პუნქტს მე რომ ძალაუფლება მქონდეს, აი ამ კანონებს მივიღებდი და ვფიქრობ, რომ ბევრი დამეთანხმება, ბევრი ასე ვთქვათ, ეროვნული კონსერვატორი ქართველი, რომ კარგს მოუტანდა ეს ქვეყანა. პირველ რიგში აქ არაფერი არ არის ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ, ზიანს მოუტანდა ქვეყანას. რაღაცა პუნქტები რთული მისაღები იქნებოდა, მაგრამ ზოგიერთი კანონს ჭირდება, ასე ვთქვათ, გატანა, იმიტომ რომ შემდეგ რომ სიკეთე მოიტანოს და ხალხს უნდა აუხსნათ რატო გაგვაქვს ეს კანონები, ეს არის აუცილებელი. მადლობთ ყურადღებისთვის.